ინფორმირებულ არჩევანზე დაგრძნობით მიღებული სწორი გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული ბანკი მომხმარებელს ახალ პლატფორმას თავაზობს, რაც კიდევ ერთი ნაბიჯია ფინანსური სექტორის გამჭვირვალობის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის და ჯანსაღი კონკურენტული გარემოს განვითარების მიმართულებით. სების ინიციატივით საგადახდო მომსახურების ტარიფებისა და დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთების შედარების ახალი პლატფორმა მომხმარებელს პირველად აძლევს შესაძლებლობას ერთიან სივრცეში მოიძიოს, შეადაროს და შეაფასოს ბაზარზე მოქმედი საგადახდო მომსახურების პროვაიდერების ტარიფები და საკომისიოები, ასევე სხვადასხვა ბანკში დეპოზიტებზე შეთავაზებული საპროცენტო სარგებლიდან შეარჩიოს დანაზოგის განთავსების ყველაზე ხელსაყრელი შესაძლებლობა. ახალ პლატფორმაზე მუშაობა 2 წლის განმავლობაში ევროდირექტივის ფარგლებში მიმდინარეობდა და სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებში მოქმედი მსგავსი პლატფორმების საუკეთესო პრაქტიკების გამოყენებით შეიქმნა. რამდენად სასარგებლო ინსტრუმენტი იქნება სიახლე მომხმარებლებისთვის და ფინანსური ბაზრის მონაწილეებისთვის, რა როლს შეასრულებს ღია გამჭვირვალე და კონკურენტული ფინანსური ეკოსისტემის ჩამოყალიბების გზაზე და როგორია პრაქტიკული გამოყენება ამ პლატფორმის დეტალებით ჩვენი სტუმარია ნატალია ჭყოიძე, საგადახდო სისტემების დეპარტამენტის ხელმძღვანელი საქართველოს ეროვნულ ბანკში. მოგესალმებით ქალბატონო ნატალია, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და სტუმრობისთვის. მოგესალმებით. მადლობა მოწვევისთვის. მოხარული ვარ, რომ დღეს მაქვს შესაძლებლობა საზოგადოებას გავაცნო საქართველოს ეროვნული ბანკის ახალი პლატფორმა და მისი შესაძლებლობები. კი ბატონო, პირველ რიგში სწორედ ვისაუბროთ პლატფორმის არსზე, რა მიზანს ემსახურება და რა შესაძლებლობებს თავაზობს ის მომხმარებელს. ახალი პლატფორმის მთავარი მიზანია ფინანსური მომსახურების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა და რაც მთავარია მომხმარებლისთვის ინფორმირებული არჩევანის გაკეთება შესაძლებლობის შექმნა. როგორც თქვენ აღნიშნეთ, დღეს მომხმარებელს, როდესაც სურდა გარკვეული მომსახურების პირობების გაგება, ის შედიოდა თითოეული კომერციული ბანკის ვებგვერდზე, ეძებდა მისთვის სასურველ მომსახურებას, ინიშნავდა ამ მომსახურების პირობებს და აწარმოებდა გარკვეულ გათვლებს და ამის შემდეგ ადარებდა ამ პირობებს და იღებდა გადაწყვეტილებას. დღეს უკვე ახალი პლატფორმა იძლევა ერთიან სივრცეში ყველა ინფორმაციის გაერთიანების საშუალებას. ანუ მომხმარებელს ერთი პლატფორმის საშუალებით უკვე მისთვის ხელმისაწვდომი არის ყველა კომერციული ბანკის მომსახურების შესახებ პირობები, ვალუტის გაცვლის კურსები და ასევე დეპოზიტების ეფექტური საპროცენტო განაკვეთები მისთვის უკვე ხელმისაწვდომია. საინტერესოა, რამდენად სრულად არის წარმოდგენილი კომერციული ბანკები და ასევე სხვა საგადახდო მომსახურების პროვაიდერები ამ პლატფორმაზე. დღეიდან უკვე ხელმისაწვდომია ყველა კომერციული, ყველა ტრადიციული კომერციული ბანკის ინფორმაცია. შემდეგი ეტაპზე იგეგმება გაფართოება ამ სუბიექტების და უკვე შესაძლებლობა ექნებათ ციფრულ ბანკებს, მიკრობანკებს, ასევე სხვა ფინანსურ სუბიექტებს თავიანთი მონაცემები განათავსონ პლატფორმაზე და ამის შემდეგ უკვე მომხმარებლისთვის უფრო ფართო სპექტრი იქნება ხელმისაწვდომი. ქალბატონო ნატალია, როგორია თქვენი ხედვა, როგორ შეცვლის აღნიშნული პლატფორმა მომხმარებლისთვის მათ ყოველდღიურ საბანკო გამოცდილებას და ასევე ინფორმირებული არჩევანი, რაც არის ალბათ მთავარი ღირებულება და შესაძლებლობა მომხმარებლისთვის, რამდენად პრაქტიკაში იქნება ეს გამოყენებადი? უნდა აღინიშნოს, რომ ამ პლატფორმაზე თავმოყრილი არის ყველა საგადახდო მომსახურების შესახებ ინფორმაცია, ვალუტის მიმდინარე გაცვლითი კურსები, თუმცა ამავე დროს მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება მომავალში უკვე რომ ისტორიული მონაცემებიც ნახოს, როგორც ვალუტის გადაცვლის კურსები, ასევე დააკვირდეს ტარიფების ცვლილების დინამიკას. და როგორც აღნიშნე, უკვე მომხმარებელს აღარ უწევს სხვადასხვა კომერციული ბანკის ვებგვერდზე შესვლა, მისთვის საკმარისი არის, რომ ერთ სივრცეში შევიდეს და ერთ ცხრილში იხილოს ყველა კომერციული ბანკის პირობები, ფილტრების საშუალებით შეიყვანოს მისთვის სასურველი კრიტერიუმები, მაგალითად აირჩიოს მომსახურების ტიპი, გადარიცხვა უცხოეთში თუ ლოკალური ადგილობრივი გადარიცხვა, შეიყვანოს მისთვის სასურველი თანხა და უკვე შედეგების ცხრილი უჩვენებს მისი მიერ შერჩეული კრიტერიუმების საფუძველზე იმ მომსახურების პირობებს, რასაც სხვადასხვა კომერციული ბანკის თავაზობს.
კიდევ ერთი შესაძლებლობა, რასაც პლატფორმა იზრდება, ეს არის სხვადასხვა კალკულატორია ჩაშენებული. რას მოიცავს თითოეული მათგანი, რა პრაქტიკული განსხვავებაა მათ შორის და რამდენად მარტივია რიგითი მომხმარებლისთვის ადაპტირება ვებგვერდზე. დიახ, ამ პლატფორმაზე გარდა ტარიფების შედარების საშუალებისა ჩაშენებული არის რამდენიმე ტიპის კალკულატორი. თითოეული კალკულატორს აქვს თავისი დანიშნულება. მაგალითად, გვაქვს ვალუტის გაცვლითი კურსების კალკულატორი. და მომხმარებელს შეუძლია უკვე შეიყვანოს, თქვათ, სასურველი თანხა, ვალუტა, რომლის შეძენას მას სურს და აირჩიოს რამდენიმე კომერციული ბანკი. ამ ეტაპზე შესაძლებელია, რომ არჩეული იქნას 3 კომერციული ბანკი და უკვე ღილაკზე დაჭერით მისთვის გამოვა შედეგი ამ არჩეული კომერციული ბანკების ჭრილში მას რა თანხა დაჭირდება კონკრეტული მისთვის არჩეული ვალუტის შესაძენად. თუმცა რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, თუ თქვათ საბანკო სექტორში რომელიმე კომერციულ ბანკს აქვს უკეთესი პირობა, ის ამ ცხრილში მარჯვენა სვეტში, უკიდურეს სვეტში ეს ინფორმაციაც გამოვა, ეს ინფორმაცია იქნება სხვა ფრად მოცემული, ანუ გამოკვეთილი არის სხვა მონაცემებისგან. დიახ, და უკვე კურსორის მიტანით შეუძლია მომხმარებელმა ნახოს, რომ თუ სხვა ბანკი მას თავაზობს უკეთეს პირობებს. საბარათე ოპერაციების კალკულატორი, ეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, როგორ დაიხმარება ის მომხმარებლებს, თქვათ, ბარათის გადახდის შემთხვევაში დაზოგონ დამატებითი ხარჯები მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ბარათის გადახდების მაჩვენებელი ძალიან სწრაფად და კოლოსალურად არის გაზრდილი, ანუ ძალიან ხშირი მოხმარებაა. დიახ, სწორედ აღნიშნეთ, ბარათი არის ყველაზე ხშირად გამოყენებადი ინსტრუმენტი საქართველოში, ზოგადად გლობალურადაც. და თავისთავად ბარათის კალკულატორი შეიძლება ჩაითვალოს ამ ჩვენი პლატფორმის ერთ-ერთ ინოვაციურ კომპონენტად. სხვადასხვა დანიშნულება აქვს, თუმცა ახლა ფორმატი არ გვაძლევს საშუალებას, რომ ყველა დანიშნულებაზე ვისაუბროთ და შევჩერდები ერთ-ორ მიზნობრიობაზე. მაგალითად, როდესაც მივემგზავრებით უცხოეთში, ამ შემთხვევაში ჩვენთვის ძალიან ხშირად უცნობი არის, რომ რომელი ვალუტის აკუმულირება ჯობია ანგარიშზე და ზუსტად ეს კალკულატორი მოგცემს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ამა თუ ქვეყანაში გამგზავრისას რომელი ვალუტა ჯობია რომ გქონდეს ჩვენ ანგარიშზე წინასწარ აკუმულირებული. ამ ვებგვერდზე გარდა საბოლოო შედეგისა, ასევე გამოდის ერთ-ერთი ღილაკი, თქვა დეტალური ინფორმაცია საბარათე ოპერაციის შესახებ, რომელზეც დაჭერით გამოდის დეტალური აღწერა თუ რა ეტაპებს გადის საბარათე ოპერაცია მისი, თქვა, ტერმინალში გატარებიდან საბოლოოდ ანგარიშზე ამ თანხის ასახვამდე. მოცემული არის რა კონვერტაციის ეტაპები არის, რა საკომისიოები ვრცელდება ამ ოპერაციაზე და ზუსტად ეს დეტალური ინფორმაცია მოგცემს ჩვენ იმის საშუალებას, რომ თუნდაც ანგარიშზე რა ვალუტის აკუმულირება განვახორციელოთ ამ ანგარიშზე. გარდა ამისა, პლუს ჩვენ შეგვიძლია რომ კონკრეტული ბანკი შევიყვანოთ, ანუ რომელი ბანკის ბარათიც გვაქვს, იმ ბანკის მაგალითზე ვნახოთ ეს შედეგები. ხშირ შემთხვევებში ჩვენ გვაქვს რამდენიმე ბანკის ბარათი და ჩემი რეკომენდაცია მაგალითი ვნახოთ ეს დეტალური ინფორმაცია და ამის საფუძველზე ყველასაყრელი შევარჩიოთ ბუნებრივია და წინასწარ გავთვალოთ ხარჯებიც. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კი ბატონო, რამდენად ხშირად განახლდება ინფორმაცია, ესეც არის საინტერესო და ასევე აი პროექტზე მუშაობის ნაწილშიც და ახლა უკვე, როდესაც ძალიან მნიშვნელოვანი არის საფინანსო სექტორის ჩართულობა, რამდენად მოწყობები იყვნენ ისინი, რამდენი ნაყოფიერი იყო თანამშრომლობა მათ. დიახ, რა თქმა უნდა, ინფორმაციის განახლება მუდმივად ხდება. უკვე ინფორმაცია გააჩნია რომელი ინფორმაცია მისი განახლება სხვადასხვა მეთოდით ხორციელდება. მაგალითად, ტარიფები, როგორც არის საპროცედო განაკვეთები, ისინი ესე ხშირად არ იცვლება როგორც ვალუტის გაცვლითი კურსები. პირველ შემთხვევაში გვაქვს სპეციალური პორტალი და უკვე თავად კომერციული ბანკი, მისი თანამშრომლები ახორციელებენ ამ ინფორმაციის განახლებას
განახლებას და ისინი წინასწარ უთითებენ თარიღს, რომელი თარიღიდანაც შეიცვლება ეს გარკვეული ტარიფი და ზუსტად იმ თარიღში მოხდება ჩვენ პორტალზე, პლატფორმაზე ამ ინფორმაციის განახლება. რაც შეეხება ვალუტის გადაცვლით კურსებს, ამ შემთხვევაში სიტუაცია სხვანაირია, ვინაიდან შესაძლოა დღის განმავლობაშიც კი ვალუტის გაცვლითი კურსი რამდენჯერმე შეიცვალოს. აქედან გამომდინარე, იგივე მეთოდის გამოყენება არ იქნებოდა მოსახერხებელი და ჩვენ შევქმნილით სპეციალური კომუნიკაციის საშუალება კომერციულ ბანკებთან, რის საფუძველზეც კომერციული ბანკის მხარეს კურსის ცვლილების შემთხვევაში ის ავტომატურად იგზავნება ეროვნულ ბანკში და ხდება ამ ინფორმაციის ავტომატური განახლება, ასე რომ მომხმარებელს ყოველთვის აქვს ბოლო ინფორმაცია ვალუტის გაცვლითი კურსების შესახებ მთელი კომერციული ბანკების ჭრილში. ინფორმაციის სანდოობას კი ბუნებრივია საქართველოს ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს. მინდა გკითხოთ, იქიდან გამომდინარე, რომ უკვე რიგითი მომხმარებლისთვის გაცილებით მარტივი ხდება შეადაროს საბანკო პროდუქტები ერთმანეთს და გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი. ეს ხომ არ იქნება ბიძგი კომერციული ბანკებისთვის კონკურენციის გაძლიერების ნაწილში და ერთგვარად რომ მათ გადახედონ თავიანთ საკომისიო პოლიტიკას ან შეთავაზებების პოლიტიკას ან კონკურენციის გაძლიერების ნაწილში რამდენად დიდ როლს შეასრულებს ეს პლატფორმა. როდესაც მუშაობდით კონცეფციაზე, რა თქმა უნდა, ჩვენ მთელი აქცენტი გვქონდა კომერციული ბანკების მომხმარებლებზე, თუმცა ამავე დროს მოვიაზრებდით თავად კომერციულ ბანკებს, როგორც ამ პლატფორმის მომხმარებლებს. Იმიტომ რომ მათთვისაც ეს კომფორტული საშუალება არის ერთ სივრცეში ნახონ თავიანთი კონკურენტების შესახებ, მომსახურების შესახებ, მომსახურების პირობების შესახებ. და შესაბამისად მათ უკვე აქვთ შესაძლებლობა, რომ შექმნან უფრო კონკურენტული პროდუქტები და ამ მხრივ ფიქრობთ, რომ კონკურენციას ნამდვილად ხელშეუწყობს ჩვენი ეს პლატფორმა. ერთიანი სივრცე, სადაც ყველა ტარიფი ერთად არის თავმოყრილი. ქალბატონი ნატალია, ასევე საინტერესოა, როგორია საერთაშორისო გამოცდილება მსგავსი პლატფორმების ფუნქციონირების, როგორც აღნიშნეთ, ევროდირექტივის ფარგლებში განხორციელდა ეს პროექტი ჩვენ საქართველოში. საინტერესოა, როგორია გამოცდილება და ჩვენ რომელი ქვეყნის მაგალითი გამოვიყენეთ ყველაზე აქტიურად. კი, მსგავსი პლატფორმები უკვე მრავალი წელი არსებობს ევროკავშირის ქვეყნებში. არსებობს სპეციალური დირექტივა საგადახდო ანგარიშების შესახებ, რომელიც ავალდებულებს თითოეულ ქვეყანას ევროკავშირის ფარგლებში ჰქონდეთ მინიმუმ ერთი დანერგილი მსგავსი ტიპის პლატფორმა. შესაბამისად, ჩვენც შევისწავლეთ ევროკავშირის ქვეყნები, სულ მცირე 10 ქვეყანა გვაქვს შესწავლილი. ყველა პლატფორმა სხვადასხვა კომპლექსურობის არის და ამ გამოცდილების საფუძველზე შეიქმნა ჩვენი პლატფორმის კონცეფციაც. განმასხვავებელი ის არის, რომ ჩვენ დავამატეთ მეტი კალკულატორები ზუსტად საქართველოს სპეციფიკიდან და მომხმარებლების საჭიროებიდან გამომდინარე. ანუ ჩვენი პლატფორმა არის საქართველოს მომხმარებლების მოთხოვნებზე მორგებული. შესაბამისად, ამ პლატფორმის დანერგვით ჩვენც შევასრულეთ დირექტივის ერთ-ერთი მოთხოვნა, ევროდირექტივის ერთ-ერთი მოთხოვნა. საინტერესო რა არის პლატფორმის განვითარების შემდეგი ეტაპი, გეგმები ამ მიმართულებით გაფართოების ნაწილში როგორია? როგორც ვახსენე, ამ ეტაპზე პლატფორმაზე განთავსებული არის ტრადიციული კომერციული ბანკების ინფორმაცია. შემდეგ ეტაპზე ჩვენ ვაპირებთ ვიმუშაოთ ციფრულ ბანკებთანაც და ასევე მიკრობანკებთანაც, რომ მათი ინფორმაცია განთავსდეს პლატფორმაზე. რაც შეეხება სხვა ფინანსურ სუბიექტებს, ისინი არ იქნებიან შეზღუდული და ნებისმიერი სუბიექტიდან მომართვის საფუძველზე ჩვენ ვართ მათი ინფორმაცია ასევე განვათავსოთ პლატფორმაზე. მაგალითად, უკვე გვაქვს ჩვენ მომართვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან და ასევე ერთ-ერთი მიკრობანკმა გამოთქვა სურვილი, რომ განათავსოს თავისი მონაცემები ჩვენ პლატფორმაზე. და ბოლოს მინდა გთხოვოთ რჩევა მომხმარებლებისთვის, რადგან მთავარი არსი და იდეა მომხმარებლების უფლებების დაცვა და მათი სწორი ინფორმირება არის ამ პროექტის ნაწილში. რას ურჩევთ, როგორ გამოიყენონ იმისათვის, რომ გაცილებით უფრო სარგებლიანი იყოს მათ მიერ მიღებული ფინანსური გადაწყვეტილებები?
რა თქმა უნდა, პირველ ყოვლისა ვურჩევ, რომ სანამ ფინანსურ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რამდენიმე წუთი დაუთმონ ჩვენ პლატფორმას. და როგორც ცნობილია, სხვადასხვა კომერციული ბანკები მომსახურებებს საკმაოდ განსხვავებული პირობებით სთავაზობენ და ჩვენი პლატფორმის საშუალებით მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა, რომ შეადაროს ეს შეთავაზებები, გამოთვალოს სავარაუდო ხარჯები და შემდგომ ამ მონაცემების საფუძველზე მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ჩვენი პლატფორმის, რომ მომხმარებელს ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება, ასევე ხელი შევუწყოთ ფინანსური სერვისების გამჭვირვალობას და ასევე განვითარდეს შესაბამისად საფინანსო სექტორის განვითარება შევუწყოთ ხელი. კი ბატონო, რეალურად ეს არის შესაძლებლობა, რაც აქამდე არ ყოფილა, ამიტომ უნდა გამოიყენონ მომხმარებლებმა ეს შანსი. MBG GoG ეროვნული ბანკის ვებგვერდის მისამართი, სადაც აღმოაჩენენ ამ პლატფორმას. შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს, თქვენ კი ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და საინტერესო საუბრისთვის. ნატალია ჭყოიძე, საგადახდო სისტემების დეპარტამენტის ხელმძღვანელი საქართველოს ეროვნულ ბანკში იყო ჩვენი სტუმარი.